2019 წელს გლეიშერის ეროვნული პარკმა მოხსნა ნიშნები, სადაც ეწერა, რომ მყინვარები 2020 წლისთვის გაქრებოდა და ყველა მიფიქრა, რომ საფრთხე დასრულდა. ასე არ იყო, რადგან ნამდვილი კრიზისი თავად მყინვარები არასდროს ყოფილა. ეს არის უხილავი წყლის ვალი, რომელიც ამერიკის დასავლეთის ქვეშ გროვდება. ნელი კოლაფსი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს დასავლეთის ენერგოსისტემა, დააცარიელოს წყალსაცავები და მილიონობით ადამიანი დატოვოს გაჭირვებაში მომდევნო 10 წლებში. ეს არის კრიზისი, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას. ამიტომ ჩვენ გადავხედეთ პარკის ჩანაწერებს, შიდა ანგარიშებს და კვლევებს, რომლებზეც იყო დაფუძნებული გლეიშერის ეროვნული პარკის ცნობილი აბრები 2020-ისთვის გაქრება. როცა აბრები მოხსნეს, სათაურებმა ეს ისე წარმოაჩინეს, თითქოს მყინვარები აღდგებოდა. ასე არ იყო. საწყისმა 2003 წლის მოდელმა ვერ გაამართლა და ამ შეცდომის გამოსწორებამ ბევრად უფრო საშიში რამ გამოავლინა ყველა ქვედადინების ქალაქისთვის. მეცნიერები 2010 წელს დაბრუნდნენ, რათა მონაცემები შეემოწმებინათ. მათმა აღმოჩოჩენამ მთელი ისტორია შეცვალა. ყინული ბევრად უფრო სწრაფად არასტაბილური ხდებოდა, ვიდრე ვინმეს ეგონა. სპერის მყინვარი მდებარეობს გლეიშერის ეროვნული პარკის მაღალ ნაწილში და ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონიტორინგირებული ყინულის მასაა აშშ-ის კონტინენტურ 48 შტატში. 2013 წლიდან აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ყოველწლიურად აკვირდება მას თავისი საკონტროლო მყინვარის პროგრამის ფარგლებში და ყველა გაზომვა ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს. მყინვარი მასას კარგავს. თოვლი ვეღარ ანაცვლებს იმას, რასაც ზაფხულის დნობა წაიღებს. ყინული რეალურ დროში თხელდება. სპერის მყინვარი ახლა მთელ პარკში ყველაფრის მაჩვენებელია და ციფრები საკმაოდ მძიმე სურათს აჩვენებს. 1850 წელს რეგიონში, რომელიც შემდეგ გლეიშერის ეროვნულ პარკად იქცა, დაახლოებით 150 მყინვარი იყო. როდესაც პარკი 1910 წელს გაიხსნა, მათი უმეტესობა ჯერ კიდევ ძლიერ მდგომარეობაში იყო. 2015 წლისთვის მხოლოდ 26 იყო იმდენად დიდი, რომ მყინვარებად ჩაითვალოს. ნაკადულები, რომლებსაც ეს მყინვარები კვებავდნენ, უკვე გრძნობენ შედეგებს. ისინი უფრო თბილი და ნაკლები დინებით მიედინებიან. მათი მაქსიმალური დინება რამდენიმე კვირით ადრე დგება, ვიდრე ადრე იყო. პარკის სენტ-მერის მხარეს ხარის კალმახი, თევზი, რომელიც მხოლოდ თითქმის გაყინულ წყალში ცოცხლობს. ახლა უკვე საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად ითვლება და ზიანი მხოლოდ პარკის საზღვრებში არ ჩერდება. მდინარის ქვედა წელში მყოფი ფერმერები წლების განმავლობაში ამჩნევენ, რომ წყლის დონე მცირდება და არასწორ სეზონზე მოდის. ტემპერატურის ჩანაწერები ხსნის, რატომ ხდება ეს. 1900-დან წლიდან გლეიშერის ეროვნული პარკი დაახლოებით 1,3 გრადუსი ცელსიუსით გათბა, ანუ 2,4 გრადუსი ფარენჰაიტით. რაც გლობალურ საშუალოზე თითქმის 80%-ით უფრო სწრაფია. თოვლის საფარი ახლა მინიმუმ 2 კვირით ადრე დნება, ვიდრე მაშინ, როცა მყინვარების თავდაპირველი მოდელები შეიქმნა. მთები ფორმას იცვლიან. ხეების ზოლი უფრო მაღლა იწევს და ვრცელდება ალპურ მდელოებში, რომლებიც ადრე ძალიან ცივი იყო მათი არსებობისთვის. მაშინაც კი ჩრდილოვანი ხეობები, რომლებიც ოდესღაც პარკის ყველაზე დიდ ყინულის ველებს იცავდა, ახლა თბება. ცივი ჰაერისის ჯიბეები მყინვარს დროს უხანგრძლივებდა. მაგრამ ამ დაცვას საზღვარი ჰქონდა და ეს საზღვარი ქრება. პარკი თავად არ სურს ამაზე საუბარი და ამის მიზეზებიც არსებობს. ვიზიტორთა რაოდენობა რეგულარულად თითქმის 3 მილიონს აღწევს წელიწადში. ფრიალა ბროშურები ჯერ კიდევ ასახავს მყინვარებს და თოვლით დაფარულ მთებს. რეინჯერები ისევ აჩვენებენ გრინელის მყინვარს იმავე ბილიკიდან, რომლითაც ხალხი 50 წლის წინ დადიოდა. მაგრამ დასაკვირვებელი წერტილები უფრო და უფრო მიუახლოვდა იმ ადგილებს, სადაც ადრე ყინული იყო. პარკის შემსწავლელი მეცნიერები ბევრად ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. Dan Fagre, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მკვლევარი, რომელმაც პარკისთვის თავდაპირველი მოდელირება ჩაატარა, წლებია აფრთხილებს ყველას, რომ ტენდენცია მხოლოდ ერთ მიმართულებით მიდის. მან პარკში დარჩენილი მრავალი მყინვარი აღწერა როგორც ლანდშაფტზე დარჩენილი პატარა ყინულის გროვები და მეტი არაფერი. რადგან მთავარი პრობლემა არასდროს ყოფილა ის, რომ ძველი პროგნოზი რამდენიმე წლით აცდა. საქმე იმაშია, რა მოხდება მაშინ, როცა როკის მთებში დარჩენილი ბოლო სტაბილური ყინულის მარაგებიც მთლიანად შეწყვეტს ფუნქციონირებას. მყინვარი უბრალოდ მთაზე გაჩერებული გაყინული წყალი არ არის. ის უფრო მანქანას გავს. ის იჭერს ზამთრის თოვლს. ინახავს მას მთელი გაზაფხულის განმავლობაში და შემდეგ ნელ-ნელა გამოუშვებს წყალს ყველაზე ცხელ და მშრალ თვეებში. სწორედ ეს დროა გადამწყვეტი. როგორც კი ყინული ძალიან თხელდება, სისტემა მუშაობას წყვეტს. თოვლი ისევ მოდის და ისევ დნება, მაგრამ ახლა ის მაისის დასაწყისში დნება და არა აგვისტოში და ერთიანად მიედინება ქვემოთ. საერთო წყლის მოცულობა შეიძლება იგივე ჩანდეს, მაგრამ ყველაფერი დროში აირია. და ამერიკის დასავლეთში დრო ყველაფერია. ეს უკვე ბევრ პატარა მყინვარს მოხდა პარკში. ისინი ჯერ კიდევ ჩანს სატელიტურ ფოტოებზე, მაგრამ მყინვარები ვით აღარ იქცევიან.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურისთვის ისინი უმოქმედოა. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იგივე ჩანდეს, ახლა ისინი სხვანაირად მუშაობენ. პირველი ბზარები ჩნდება იქ, სადაც წყლის სისტემა ყველაზე სუსტია. და ერთი გამორჩეული მაგალითი ბაბის, მონტანას მახლობლად მოხდა. და არავის უნდა ამაზე საუბარი, რადგან ამან გამოავლინა, რამდენად მყიფეა მთელი სისტემა სინამდვილეში. 2024 წლის 17 ივნისს სენტ მერის არხის სიფონი დაინგრა. პირველი გარღვევა დილის 8:45-ზე მოხდა. ნაშუადღევისთვის ორივე სიფონის მილი მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. ჩამორეცხილი ადგილი 30-დან 50 ფუტამდე სიღრმის იყო. არხში წამში 600 კუბური ფუტი წყალი გადიოდა, როცა ავარია მოხდა. მელიორაციის ბიუროს თანამშრომლებმა უკვე იცოდნენ, რომ ერთ-ერთ მილში ბზარები იყო. ისინი აკვირდებოდნენ მას და იმედოვნებდნენ, რომ სეზონს გაუძლებდა. ასე არ მოხდა. სიფონების შეცვლა დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დაჯდება. კონგრესმა დაამტკიცა საგანგებო დროებითი დახმარების პაკეტი, ხოლო მონტანას შტატმა დამატებით 26 მილიონი დოლარი დაამატა. 2025 წლის ივნისის ბოლოსთვის წყალი გრაფიკზე ადრე ისევ მიედინებოდა. შეხედეთ, რა არის დამოკიდებული ამ ერთ მილზე. St. Mary's სისტემა საშუალოდ წელს დაახლოებით 70%-ს აწვდის Milk River-ის ნაკადს, ხოლო მშრალ წლებში ეს მაჩვენებელი 100%-მდე იზრდება. ის ასევე სასმელ წყალს აწვდის 18,000 მონტანელს და რწყავს 140,000 აკრზე მეტ სასოფლო სამეურნეო მიწას. ეს იგივეა, რაც 106,000 საფეხბურთო მოედნის მორწყვა. Black Pit-ების ერი მასზეა დამოკიდებული. Fort Belknap's მასზეა დამოკიდებული, ისევე როგორც 8 დამოუკიდებელი სარწყავი რაიონი, რომლებიც მთელ რეგიონზეა განაწილებული. ასე რომ, როდესაც სიფონი გამოვიდა მწყობრიდან, ეს მხოლოდ ნაწილობრივი შეფერხება არ ყოფილა. ეს იყო მთელი სისტემის გათიშვა. მთელი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში წყლის მოძრაობა შეწყდა იმ ქსელში, რომლის გარშემოც ყველაფერი ქვედა დინებაზე იყო აშენებული. წყალგადამყვანი კაშხლის აღდგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მშენებლობა 2028 წლამდე გაგრძელდება. ქვედა დინებაზე Holy School-ის სიფონი უკვე დაგეგმილია შესაძლებლად მას შემდეგ, რაც ინჟინრებმა ის შემდეგ სავარაუდო მარცხის წერტილად მიიჩნიეს. შესაძლოა მილები შეაკეთეს, მაგრამ პრობლემა არ მოუგვარებიათ. ყველაფერი, რასაც აკეთებენ, არის მხოლოდ ძველი რგოლების შეცვლა ჯაჭვში, რომელიც ისევ იმავე გზით იტვირთება. და ეს არ ეხება წყაროს წყლის შემცირების პრობლემას, რადგან პრობლემა ქვედა დინების ინფრასტრუქტურა კი არაა, არამედ ზედა დინების წყაროა. ეს არის წყაროს სისტემა, რომელზეც ყველაფერი დანარჩენი დამოკიდებულია. და ეს წყარო მდებარეობს ეროვნულ პარკში, რომელიც საზოგადოებრივ წარმოდგენაში ჯერ კიდევ აღიქმება როგორც ლამაზი ადგილი. და არა როგორც წყლის მომარაგებელი სისტემა, რომელიც მწყობრიდან გამოდის. ყინული კიდევ 10 წლეულების განმავლობაში დარჩება რაღაც ფორმით. მაშ, რატო იბრძვიან უკვე ტომები და სასოფლო-სამეურნეო რაიონები საგანგებო თანხებისთვის? რატომ აკეთებენ ისინი სარემონტო სამუშაოებს მილებზე, რომლებიც აშენდა მაშინ, როცა Woodrow Wilson-ი იყო თეთრ სახლში? შეიძლება გონიათ ეს მონტანას პრობლემაა, მაგრამ ასე არ არის. პარკის შიგნით არის მწვერვალი, რომელსაც სამმაგი წყალგამყოფი ქვია. დააგდე თოვლის ფანტელი მის წვერზე. იმაზე დამოკიდებულია კლდის რომ მხარეს დაეცემა, ეს თოვლის ფანტელი 3 სხვადასხვა ოკეანეში აღმოჩნდება. წყალი, რომელიც დასავლეთისკენ მიედინება, ხვდება Flathead-ში და საბოლოოდ წყნარ ოკეანეს აღწევს. თუ აღმოსავლეთისკენ წავა, მოხდება მისურის მდინარეში, შემდეგ მისისიპიში და ბოლოს მექსიკის ყურეში. თუ ჩრდილოეთისკენ წავა, St. Mary's მდინარე წყალს კანადაში გადაიტანს და საბოლოოდ არქტიკულ ოკეანემდე მიიყვანს. ერთი მწვერვალი, 3 ოკეანე. ეს ნიშნავს, რომ ამ პარკში არსებული ყინული მხოლოდ მონტანას არ ამარაგებს. ის ამარაგებს წყლით წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ელექტროქსელს, მაღალი ვაკეების ხორბლის რეგიის ხორბლის რეგიონს და მდინარეებს, რომლებიც საერთაშორისო საზღვარს კვეთენ. ეს არის გაერთიანებული ეკონომიკა, რომლის ღირებულება $100 მილიარდ შეადგენს. Flathead-ის მხარე ენერგიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას 3 შენაკადი ამარაგებს. ჩრდილოეთ შენაკადი გლეიშერის ეროვნული პარკის დასავლეთ საზღვარს მიუყვება. შუა შენაკადი სამხრეთ საზღვართან გადის. ორივე პირდაპირ პარკის ყინულის ველებიდან იღებს დნობის წყალს, სანამ ქვემოთ Flathead-ის მდინარის მთავარ კალაპოტში შეერთდება. სამხრეთ შენაკადი პარკის სამხრეთით მდებარე Bob Marshall-ის ველურ ბუნებიდან მოდის და მდინარეს წყლის მოცულობას უფრო ფართო თოვლის საფარის სისტემიდან უმატებს. ყველაფერი ერთიანდება Hungry Horse-ის წყალსაცავში, რომელიც პარკის დასავლეთ შესასვლელიდან მხოლოდიდან 15 მილის მანძილზეა. იქიდან წყალი ენერგიად გარდაიქმნება. Hungry Horse-ის კაშხალი ამარაგებს ელექტროგადამცემი ქსელს, რომელიც მოიცავს 31 ფედერალურ ჰიდროობიექტს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში. ამ სისტემის სათავეში მდებარეობს Grand Coulee's კაშხალი, რომელიც რეგიონული წარმოების საპრდენია. მაგრამ Hungry Horse-ი თანაბარი დატვირთვით არ მუშაობს. ის მუშაობს პიკური დატვირთვის გრაფიკით. ის ძლიერდება მაშინ,
როცა მოთხოვნა იზრდება. წლის ყველაზე ცხელ თვეებში, ივლისის ბოლოს, აგვისტოში და სექტემბრის დასაწყისში. ზუსტად ეს კვირებია, როცა ადრე მყინვარისგან წამოსული დნობის წყლები ფონურად ასრულებდა სტაბილიზაციის ფუნქციას. ახლა კი ეს დრო იცვლება. აღმოსავლეთ მხარე განსხვავებულია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს ნაკადები ამარაგებს ხორბლის, ქერისა და შაქრის ჭარხლის ფერმებს ჩრდილოეთ დიდ ვაკეებზე. ამ მარცვლეულის ნაწილი კანადურ ბაზრებზე გადის. 1909 წლის საზღვრის წყლების ხელშეკრულება დღემდე არეგულირებს, როგორ იყოფა სენტ-მერისა და მილკის მდინარეები ორ ქვეყანას შორის. მთელი ეს ხელშეკრულება ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ნაკადები დაახლოებით სტაბილურია. ასე არ არის. როცა ეს ერთი მწვერვალი სრულად მუშაობას წყვეტს, ზიანი ერთ შტატში არ ჩებჩება. ის ერთ ქვეყანაშიც კი არ რჩება. და ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფენა აქვს, რომელიც თითქმის არასდროს იხსენებენ. ბონევილის ენერგიის ადმინისტრაცია, ანუ BEPA, ელექტროენერგიას ყიდის დასავლეთის 8 შტატში. ის იღებს ენერგიას ჰიდროენერგეტიკული სისტემიდან, რომელიც აგებულია იმ ვარაუდზე, რომ დინაო მდინარის ნაკადი სტაბილური და პროგნოზირებადია. მისი ტარიფები აგებულია მოსალოდნელ გამომუშავებაზე. როდესაც გამომუშავება ნაკლებია, BEPA ან ყიდულობს შემცვლელ ენერგიას ღია ბაზარზე, ან პირდაპირ გადასცემს დეფიციტს კომუნალურ კომპანიებს. ორივე შემთხვევაში ხარჯი ოჯახების კომუნალურ გადასახადებზე აისახება. ამავე დროს რეგიონი იზიდავს ელექტროენერგიის ყველაზე სწრაფად მზარდ მოთხოვნას ჩრდილოეთ ამერიკაში. დიდმასშტაბიანი მონაცემთა ცენტრები, მათ შორის Microsoft-ისა და Google-ის ობიექტები, აქ აშენდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. იაფი და საიმედო ჰიდროენერგია კოლუმბიის მდინარის სისტემიდან. ეხლა ისინი ზრდიან მასშტაბებს ხელოვნური ინტელექტის დატვირთვებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს. ამავე დროს, სისტემა, რომელიც მათ ამარაგებს, ნაკლებად პროგნოზირებადი ხდება. ეს ყველაფერი ისევ იმავე აუზს უკავშირდება. იგივე ზემოდინების თოვლი და ყინული ამარაგებს კოლუმბიის ქსელს, მათ შორის დნობის წყალი, რომელიც ადრე გვიან ზაფხულის მოთხოვნას აკმაყოფილებდა. მოთხოვნა იზრდება, ხოლო ინფრასტრუქტურა ბერდება. წყლის წყარო, რომელიც მთელ სისტემას სტაბილურობას ანიჭებს, თანდათან იკლებს. აქ ფარდება ამბავი ყინულზე და იწყება რაღაცაზე, რომლის გამოსწორებაც ბევრად უფრო რთულია. როცა სენტ-მერის სიფონი 2024 წლის 17 ივნისს გამოვიდა მწყობრიდან, წყლის მოძრაობა შეწყდა, მაგრამ წყლის უფლებები არ შეუჩერებიათ. არც ერთი კონტრაქტი არ გაუუქმებიათ. სისტემა ქაღალდზე იდეალურად მუშაობდა. მდინარე კი არა. ეს სხვაობა იურიდიულ ჩანაწერსა და ფიზიკურ რეალობას შორის ყველაზე საშიში ნაწილია. და თითქმის არავინ საუბრობს ამაზე. წესი, რომელიც ამ სხვაობას ქმნის, პირველობის პრინციპადაა ცნობილი. ვინც პირველი იყო, იმას აქვს პირველი უფლება. ყველაზე ადრეული მოთხოვნები წყლის პრიორიტეტულ წდომას იღებს, რაც სასამართლო ჩანაწერებითა და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით არის უზრუნველყოფილი, რომლებიც 1900-იანი წლებიდან მოდის. და დღესაც კი ისინი კვლავ სამართლებრივად სავალდებულოდ ითვლება. წარმოიდგინეთ, ორი ფერმერი ჩრდილოეთ მონტანაში, სენტ-მერის მდინარის ერთსა და იმავე მონაკვეთზე. ერთმა ოჯახმა წყლის მოთხოვნა 1908 წელს დაარეგისტრირა. მეორე 1962 წელს ჩამოვიდა. მშრალ წელს, როდესაც მდინარის დონე ორივესთვის საჭირო ნიშნულზე დაბლა ეცემა, 1908-ში დარეგისტრირებული ოჯახი სრულად იღებს თავის წილს. 1962-ში ჩამოსული ოჯახი არაფერს იღებს. არც შემცირებულ რაოდენობას, საერთოდ არაფერს. სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ ადრეული მომხმარებლებისთვის გარანტია დაეცვა. და ეს მუშაობს, მაგრამ ერთი რამ გამორჩათ. ის არ იყო შექმნილი მდინარისთვის, რომელიც წელიწადიდან წელიწადამდე სულ უფრო მცირდება. ეს უფლებები მაშინ დაიწერა, როცა ზაფხულის დინება სტაბილური იყო და მყინვარის დნობა საიმედო სეზონურ მარაგს უზრუნველყოფდა. ყოველთვის ჯეროდათ, რომ ეს მარაგი უსასრულოდ იარსებებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყინული, რომელიც ადრე ამ მდინარეებს სტაბილურობას აძლევდა, ახლა აღარ მოქმედებს როგორც საცავი სისტემა. და როცა ფიზიკური სისტემა იურიდიულ დოკუმენტებს აღარ ემთხვევა, შედეგები მყისიერი და არათანაბარია. მოგვიანებით დარეგისტრირებულ უფლებამფლობელებს წყალს წყვეტენ. ადრე დარეგისტრირებული უფლებამფლობელები ამას იმავე ნაპირზე უყურებენ. როცა დეფიციტი გრძელდება, სისტემა კიდევ უფრო იშლება. მოგვიანებით დარეგისტრირებული უფლებამფლობელები წყლის საქმეთა სასამართლოში შეზღუდვებს ასაჩივრერებენ. ადრე დარეგისტრირებული უფლებამფლობელები თავიანთ პრიორიტეტს იცავენ. სასამართლო დავა შეიძლება წლები გაგრძელდეს. და სანამ სამართლებრივი პროცესი თავის ტემპში მიმდინარეობს, წყლის რეალური მარაგი ამ დროს კიდევ უფრო მცირდება. მონტანა ამაში მარტო არ არის. Idaho, Wyoming, Colorado, Utah, Nevada და კალიფორნია ყველა ამავე წესის ვერსიებს იყენებს.
ამერიკის დასავლეთის მთელი სამართლებრივი რუკა აშენდა რესურსის განაწილებისთვის, რომელიც ეგონათ რომ უცვლელი დარჩებოდა. Gross fin trade და ასინიბოინის ტომები Fort Bell knapში წლებია მოლაპარაკებებს აწარმოებენ Milk River-თან დაკავშირებულ წყლის უფლებებზე. მათი შეთანხმება, რომლის დასრულებასაც 2026 წელს ცდილობენ, გათვლილია იმ პერიოდის საშუალო ნაკადებზე, როცა მყინვარული დნობა ხელოვნურად ზრდიდა მდინარის დონეს. ის წყალი, რაზეც ეს საშუალო მაჩვენებლები იყო დაფუძნებული, უკვე ქრება. 1908 წლის Winterses დოქტრინამ ფედერალურად აღიარებულ ტომებს წყლის უფლებები მიანიჭა, რომლებიც უმეტეს შტატის მოთხოვნებზე წინ დგას. თეორიულად ეს ტომების უფლებებს დასავლეთში ერთ-ერთ ყველაზე დაცულად აქცევს. პრაქტიკაში კი ეს უფლებები მხოლოდ იმდენად სანდოა, რამდენადაც სანდოა ის მდინარე, რომელსაც ეს დაპირებები ეკორდნობა. და ეს მდინარე უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ნებისმიერი შეთანხმება შეძლებს გათვალისწინებას. იგივე განსხვავება განაწილებასა და რეალობას შორის, რაც მონტანას ანგრევს, ახლა უკვე ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ ტრანსსასაზღვრო წყლის შეთანხმებას ემუქრება. კოლუმბიის მდინარის ხელშეკრულება 10 წლეულების განმავლობაში არეგულირებდა წყალდიდობის კონტროლსა და ჰიდროელექტროკოორდინაციას აშშ კანადის აუზში და ფართოდ მიიჩნეოდა ტრანსსასაზღვრო სტაბილურობის მოდელად. შემდეგ 2025 წელს მოლაპარაკებები მოულოდნელად შეჩერდა. ხელშეკრულება, რომელზეც მთელი სისტემა მუშაობს, ეხლა გაურკვევლობაშია ზუსტად იმ დროს, როცა ის ფიზიკური სისტემა, რისთვისაც დაიწერა, ამოუცნობი ხდება. და დრო მნიშვნელოვანია, რადგან წყლის ხელშეკრულებები ვაკუუმში არ მოქმედებს. კოლუმბიის აუზი უზრუნველყოფს აშშ-ის ჰიდროენერგიის დიდ ნაწილს, მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო რეგიონებს და კრიტიკულ სატვირთო მარშრუტებს. ამასობაში სისტემის ზედადინებაზე კონტროლის დიდი ნაწილი კანადაშია. შეთანხმება დაფუძნებული იყო იმ ვარაუდზე, რომ თავად მდინარე პროგნოზირებადი დარჩებოდა. ეს ვარაუდი ნელ-ნელა ირღვევა. უცნაური ის არის, რომ გარედან სისტემა მაინც ჯანმრთელად გამოიყურება. რეზერვუარები მიზნობრივ დონესთან ახლოსაა. მთავარი კაშხლები ჯერ კიდევ უშვებენ წყალს. ბასეინის დიდ ნაწილში მდინარის ნაკადი კვლავ ისტორიულ საშუალო მაჩვენებლებთან ახლოსაა, მაგრამ სტაბილურობის ილუზია სულ უფრო მტკიფე ხდება. მიზეზი, რის გამოც მდინარე ჯანმრთელად გამოიყურება, სწორედ ისაა, რის გამოც ის საფრთხეშია. მყინვარებიდან დამატებითი წყალი ჯერ კიდევ მოდის. ყინული უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ახლიდან წარმოიქმნება და ეს დამატებითი დნობა მდინარეებში დამატებითი წყლის სახით ჩნდება. იგივე დანაკარგი, რაც მომავალში დეფიციტს გამოიწვევს, ამ ეტაპზე მას მალავს. ასევე თავდაპირველ ხელშეკრულებაში მკაცრი ვადა იყო ჩადებული. 2024 წლის სექტემბერში 60 წლიანი გარანტირებული წყალდიდობის კონტროლის დებულებები ამოიწურა. როდესაც ეს მოხდა, სისტემა გადავიდა წყალდიდობის მართვის შემთხვევიდან შემთხვევამდე პროტოკოლზე, რომელიც არასდროს იყო განკუთვნილი თანამედროვე ცვალებადობის სრული ტვირთის ასაღებად. ეს ჩარჩო სრულიად სხვა მდინარისთვის იყო შექმნილი. სენატორმა მარია კანტველმა ვაშინგტონიდან გააფრთხილა, რომ ვაჭრობის დაძაბულობის ზრდამ შეიძლება მთელი კოლუმბიის მდინარის შეთანხმება საფრთხის ქვეშ დააკენოს. ამასობაში ბონნევილის ენერგიის ადმინისტრაციამ კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტს გადააბარა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ უკვე რამდენიმე თვეა დუმს. მნიშვნელოვანი არ არის, ამჟამად რამდენი წყალია სისტემაში ხილული. თავარია, შეესაბამება თუ არა მისი მართვის წესები იმ ქცევას, რომელსაც სისტემა ზეწოლის დაბრუნებისას ავლენს. ჰიდროლოგებს ამ გარდამტეხ მომენტს სახელი აქვთ: წყლის პიკი. ეს არის ის მომენტი, როდესაც მყინვარისგან კვებადი მდინარე აღწევს მაქსიმალურ გამონადენს, სანამ საბოლოოდ კლებას დაიწყებს. როდესაც მყინვარი ბალანსშია, ის დაახლოებით იმდენივე წყალს გამოყოფს, რამდენსაც თოვლისგან იღებს. მაგრამ კლიმატის დათბობისას ეს ბალანსი ირღვევა. ყინული, რომლის დაგროვებასაც საუკუნეები დასჭირდა, იწყებს დნობას უფრო სწრაფად, ვიდრე მისი აღდგენა შესაძლებელია. და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს სინამდვილეში ზრდის მდინარის ნაკადს. დამატებითი დნობილი წყალი ემატება სეზონურ ჩამონადენს. ამიტომ მდინარეებში წყლის დონე იმატებს, რეზერვუარები უფრო სავსეა და მთელი სისტემა 10 წლეულობით გაგრძელებული მოზღვავებით იკვებება. შემდეგ სისტემა გადალახავს ზღვარს. მყინვარი იმდენად მცირდება, რომ ვეღარ ინარჩუნებს ამ დამატებით გამონადენს. ბონუსის ფაზა მთავრდება და რასაც მოხვება, ნორმალურ მდგომარეობას არ უბრუნდება. ეს არის ვარდნა ახალ საბაზისო დონემდე, რომელიც უფრო დაბალია და ნაკლებად პროგნოზირებადი, ვიდრე ის, რაზეც ინფრასტრუქტურა იყო გათვლილი. 2026 წლისთვის აშშ-ის დასავლეთ ნაწილში ეს ზრდა უკვე მიმდინარეობს. ზოგიერთმა პატარა აუზმა უკვე გადალახა თავისი პიკი. უფრო დიდი სისტემები, როგორიცაა კოლუმბია და მისური, სავარაუდოდ პიკს მიაღწევენ 2030-იანებიდან 2050-იან წლებამდე პერიოდში.
ზუსტი წელი დამოკიდებულია აუზზე. რეზერვუარების წესები, სარწყავი კონტრაქტები, ჰიდროენერგიის განრიგები, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ბოლო წლების ისტორიაზეა დაფუძნებული. ეს ბოლო წლების ისტორია სიუხვედ გამოიყურება, მაგრამ ის გადაჭარბებულია 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილი ზედმეტი დნობის წყლით, რომელიც აღარ გაგრძელდება. არანორმალური ფაზა მუდმივ მდგომარეობად არის მიჩნეული. ფედერალური სააგენტოები ამას კარგად აცნობიერებენ. რეკლამაციის ბიურომ უკვე ტექნიკურ ენაზე განაცხადა, რომ ძველი ვარაუდი აღარ არის სწორი. ეს იდეა მოძველებულად ითვლება, მაგრამ ქვედა დინებაში არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ იმავე ისტორიულ ჩანაწერებზეა მიბმული. მათი შეცვლა ნიშნავს ერთდროულად აცლეულების სამართლებრივი და პოლიტიკური შეთანხმებების გადახედვას. ამიტომ, ამის ნაცვლად, სისტემა მუშაობს წინააღმდეგობაზე, რომელსაც ფორმალურად ვერ აღიარებს. Milk Riveris პროექტმა ახლახან დახარჯა $60 მილიონი იმ მილების შესაცვლელად, რომლებიც ემსახურებოდნენ ძველი წესებით გაფორმებული კონტრაქტებით განსაზღვრულ მიწოდებას. იგივე რაიონები, რომლებსაც 2026 წელს აქვთ უფროსი უფლებები, იგივე უფლებები ექნებათ 2040 წელსაც, როცა წყალი შეიძლება იქ აღარ იყოს. მეზობელაუსში Flathead-ის სარწყავი პროექტი უზარმაზარი ინფრასტრუქტურული შეუსაბამობის წინაშე დგას. ახალი დუმბოები დამონტაჟდა 2020-იანი წლების დასაწყისში, რომლებიც პიკური ნაკადისათვის იყო განკუთვნილი. მაგრამ თუ ეს მატება უკვე გამონაკლისია და არა წესი, ეს სისტემები მასთან ერთად არ მცირდება. ისინი კვლავ უფრო დიდი მდინარისთვის რჩებიან აგებული. პეპა იგივე ხაფანგშიაშია. ის ხელს აწერს ელექტროენერგიის გაყიდვის კონტრაქტებს, რომლებიც 10 წლეულობით გრძელდება. უახლესი რაუნდი ითვალისწინებს ჰიდროენერგიის გამომუშავებას, რომელიც ბოლო 30 წლის მაჩვენებლებს შეესაბამება. ეს 30 წელი მოიცავს იმ მატებას, მაგრამ შემდეგი 30 წელი თითქმის დარწმუნებით აღარ იქნება ასეთი. თუნდაც მცირე მოთამაშეები ამ ხაფანგში არიან გაბმული. მონტანას და ჩრდილოეთ აიდაჰოს ფერმების დამფინანსებლები საოპერაციო სესხებს გასცემენ სასოფლო სამეურნეო მიწის ღირებულების საფუძველზე. ეს ღირებულებები კი ამჟამინდელ ნაკადის პირობებშია ჩადებული. სესხების უზრუნველყოფა დამოკიდებულია წყლის სტაბილურ მიწოდებაზე. როდესაც მიწოდება მცირდება, უზრუნველყოფის ღირებულებაც ეცემა და სესხების პორტფელებიც მასთან ერთად მცირდება. რეგიონულ ბანკებსა და ფედერალურ სესხების პროგრამებს ეს რეალურ რისკად არ განუხილავთ. მაშ რა უნდა შეავსოს ეს სიცარიელე, როცა ეს დასრულდება? სააგენტოები, რომლებიც გაშხლებს მართავენ, იციან რა ელოდებათ. მელიორაციის ბიუროს კლიმატის სტრატეგია ღიად აღიარებს, რომ ისტორიული ჩანაწერები აღარ ასახავს მომავალ პირობებს. აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსმა კლიმატზე მორგებული პროგნოზები შეიმუშავა კოლუმბიის მდინარის სისტემისთვის. რეგიონულმა ოფისებმა დაავალეს მრავალი აუზის მასშტაბით ზემოქმედების კვლევა, რათა გაიგონ, რას ნიშნავს ჰიდროლოგიის ცვლილება ადგილზე ოპერაციებისთვის. მაგრამ არც ერთ მათგანს არ გადაუწერია ოპერირების წესები. რატომ? იმიტომ რომ წესების შეცვლა საკუთრებას უქმნის საფრთხეს. დასავლეთში წყლის ყოველი უფროსი უფლება არის ქაღალდის ნაგლეჯი, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ მის უკან არსებული სისტემა უცვლელი რჩება. იმ წამს, როცა საწყისი მდგომარეობა ოფიციალურად იცვლება, ეს ქაღალდები სადავო ხდება. და ეს სისტემაში ყველა მიცის. ამიტომ მეცნიერება წინ მიდის შიდა ანგარიშებსა და კლიმატის სცენარებში. მაგრამ საზოგადოებისთვის განკუთვნილი სისტემა მას არ მიყვება. გადაწყვეტილებები ისევ ძველი ჩარჩოს მიხედვით მიიღება, რადგან მისი შეცვლა გამოიწვევს დაპირისპირებებს, რომელთა პასუხისგებლობაც არც ერთ სააგენტოს არ უნდა. ეს ქმნის გაყოფილ რეალობას ინსტიტუტების შიშიგნით. მდინარის ერთი ვერსია არსებობს მოდელებსა და პროგნოზებში, სხვა ვერსია არსებობს ნებართვებსა და კონტრაქტებში. და სწორედ ეს მეორე ვერსია განსაზღვრავს იმას, რაც რეალურად შენდება, ფინანსდება და ხორციელდება. არა იმიტომ, რომ ინფორმაცია აკლია, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერზე ერთდროულად მოქმედება ძალიან ბევრ შეთანხმებას დაარღვევს ერთდროულად. ჩრდილოეთ მონტანას წყლის უსაფრთხოების აქტი ახლა კონგრესში განიხილება. ის ითვალისწინებს $1,500 მილიონი დამატების დაფინანსებას Milk Riveris პროექტისთვის. კანონ პროექტი ეხება მოძველებულ არხებს, წყობრიდან გამოსულ კაშხლებს და წყლის შენახვას. ის არ ეხება იმას, თუ რას მიაწვდიან ეს აღდგენილი სტრუქტურები. ყინული ვეღარ ასრულებს გვიან ზაფხულის ბუფერის როლს, როგორც ყოველთვის. არმიის საინჟინრო კორპუსიც იგივე პრობლემას აწყდება, უბრალოდ სისტემის სხვა ნაწილში. ის მართავს წყალდიდობის კონტროლს დიდ მდინარეთა აუზებში. უკვე იცის, რომ ძველი წყალდიდობის ნიმუშები აღარ მუშაობს როგორც ადრე. დოკუმენტაციის გამო არაფერი იცვლება. სისტემა მუშაობას აგრძელებს, მაშინაც კი როცა მას მართავენ ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ მიწა მის ქვეშ იცვლება. და როცა შეუსაბამობა საბოლოოდ გამოვლინდება, ის ერთდროულად ყველგან არ გამოჩნდება. პირველად კონკრეტულ ადგილას გამოჩნდება. ყველა პროგნოზი წყლის დინების პიკის შემდეგ ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს. აუზებში, რომლებსაც პარკის დარჩენილი ყინული ყვებავს, წყლის ნაკადი დაიკლებს.
2030-იანებსა და 50-იანებს შორის რომელიღაც მომენტში ზაფხულის საბაზისო დინება მკვეთრად დაიკლებს და აღარ დაბრუნდება. გზელი შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ მიმართულება ნამდვილად არა. არც ერთი მათგანი არ მოიცავს სცენარს, სადაც ეს წყალი უკან არ ბრუნდება. არც ერთი მთავარი კონტრაქტი არ არის დაწერილი მუდმივი შემცირების გათვალისწინებით. ქვედა დინებაში თავად კაშხალებიც კი არასდროს ყოფილა დაპროექტებული მუდმივი ვარდნისთვის. Hungry Horses წყალსაცავი აშენდა სეზონური მერკეობის დასაძლევად და არა შემოდინების გრძელვადიანი კლებისთვის. როდესაც წყლის დონე ძალიან ეცემა, სისტემა ბუფერის ფუნქციას კარგავს და შეზღუდვად იქცევა. ტურბინები ეფექტიანობას კარგავენ და წყვეტენ ენერგიის გამომუშავებას. და ინფრასტრუქტურის მიღმა იგივე სქემა მეორდება სოფლის მეურნეობაში. მთელი რეგიონები გაფართოვდა იმ ვარაუდით, რომ წყლის მაღალი დინება მუდმივად გაგრძელდებოდა. მიწები გადაკეთდა, ვალები აიღეს და წარმოება ისე გაზარდეს, რომ წყლის რეჟიმს შესატყვისებად ღვისებოდა, რომელიც უკვე ქრება. ეს ყველაფერი რეალურ დროში არ იცვლება. ამიტომ, როცა ეს ცვლილება საბოლოოდ დადგება, ის სისტემური კორექციის სახით არ მოვა. ის მოვა როგორც ადგილობრივი წარუმატებლობების სერია, ფერმიდან ფერმამდე, რაიონიდან რაიონამდე. ახლა ყველანი სხვაგან ეძებენ წყალს და შეიძლება იქაც არ იყოს. მართლა არ არსებობს გეგმა B, იმ მასშტაბით, რაც საჭიროა. უამრავი მესაქონლის, ფერმერისა და ტომის საარსებო წყაროები, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკის მომავალიც, კოლუმბიის მდინარეზეა დამოკიდებული. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნაკადი უსასრულოა. ასე არ არის. მას ვადა აქვს. რეკლამაციის ბიურო მიცის რა არის ეს. BPM-აც იცის რა არის ეს. კომპანიებმა, რომლებმაც კონტრაქტებს ხელი მოაწერეს, თითქმის დარწმუნებით იციან რა არის ეს. არცერთ მათგანს ეს საჯაროდ არ უთქვამს. არ არსებობს დაფინანსებული საცავი სისტემა, რომელიც საკმარისად დიდი იქნებოდა იმისთვის, რომ ჩაენაცვლებინა ყინულის ბუფერი, რომელიც ადრე უფასოდ იყო. კონგრესში წარდგენილი კანონ პროექტები ძირითადად მოძველებულ მილებს ეხება და არა აუზის მასშტაბით პიკური ნაკადების შემდეგ წარმოქმნილ წყლის დეფიციტს. არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც წილების გადანაწილებას უზრუნველყოფს მაშინ, როცა წყლის ფიზიკური ნაკადი მცირდება. ყოველ შემთხვევაში, არა ამჟამინდელი ფორმით. და არც რეკლამაციის სამსახურში თუ ინჟინერთა კორპუსში არსებობს წესი, რომელიც ახალმშენებლობას ააქტიურებს, როცა გრძელვადიანი მოდელები საფრთხეს აჩვენებს. არსებული სტრატეგიები ყველა მოქმედი სისტემის ფარგლებში რჩება. მაღალი ეფექტიანობის სარწყავის სისტემები, ზომიერი რეზერვუარების გაფართოება, უკეთესი პროგნოზირება და მოთხოვნის მართვით დაზოგვა. ყველა ეს მეთოდი გარკვეულწილად ეხმარება, მაგრამ არც ერთი მათგანი ვერ ანაცვლებს იმ საცავს, რომელსაც ყინული უფასოდ გვაძლევდა. სხვა რეგიონებთან შედარებით, ჩრდილოეთის სისტემაში გამორჩეული მხოლოდ ზეწოლა კი არ არის, არამედ ხილული რეაგირების ნაკლებობა. სამხრეთ-დასავლეთში კი კრიზისი წლებია საჯაროა. ნევადამ თავისი მთელი კონსერვაციის მოდელი დეფიციტზე ააგო. გარეთ წყლის გამოყენება მკაცრად შეზღუდულია. გამწვანება უბნებად შემცირდა. ქალაქებმა, როგორიცაა ლას-ვეგასი, წყლის შემცირება ხილულ საზოგადოებრივ პროექტად აქციეს. არიზონასა და კალიფორნიაში რეაგირება კვლავ გრძელდება. მიწისქვეშა წყლების ლიმიტები, სავალდებულო შემცირებები, დაუმუშავებლად დატოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და მუდმივი საჯარო დებატები იმაზე, ვინ მიიღებს ნაკლებს და როდის. მაშინაც კი ახალი ინდუსტრიები იძულებულნი არიან გაამართლონ თავიანთი მოთხოვნა შემცირებული რესურსის ფონზე. პრობლემა არ არის გადადებული მომავლისთვის. მასზე ღიად გამათობენ. კალიფორნიის სოფლის მეურნეობის სექტორის ნაწილებს უკვე უთხრეს, რომ შეამცირონ საქმიანობა. არიზონას მზარდ გარეუბნებში კი წელიწადიდან წყლის ამოღების ლიმიტები უფრო და უფრო მკაცრდება. სამხრეთ-დასავლეთში ლითიუმის მოპოვების ახალი მცდელობებიც კი ამავე რეალობას ასახავს. წყლის დეფიციტი განიხილება როგორც მთავარი შემზღუდველი ფაქტორი, მაგრამ უფრო ჩრდილოეთით სურათი სრულიად განსხვავებულია. ბასეინებში, რომლებიც გლეშერის ეროვნული პარკიდან იკვებება, წნევა არსებობს, მაგრამ ამას დროის ფაქტორი ფარავს. დინების ზრდამ სისტემები სტაბილურად მოაჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საფუძვლები სუსტდება. მილები ჯერ კიდევ ატარებენ წყალს, კონტრაქტები ჯერ კიდევ სრულდება. ხელშეკრულებები ისევ იკითხება, თითქოს არაფერი ძირეული შეცვლილა. ამიტომ ისეთ ადგილებში, როგორიცაა Great Palsy, მასშტაბური საზოგადოებრივი კონსერვაციის კამპანიები არ ტარდება. აიდაჰოში არ არსებობს სახელმწიფო მასშტაბის მორცხვაზე შეზღუდვები, მხოლოდ მცირე ადგილობრივი შეზღუდვები, მაგალითად, უფრო მკაცრი კონტროლი ახალ სარწყავ სისტემებზე Flathead-ის ზოგიერთ ნაწილში და არა უფრო ფართო საზოგადოებრივი გაცნობიერება. სასწრაფო აუცილებლობა უკვე ჩანს მონაცემებში, მაგრამ ადგილზე ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. ყველაზე რთული ნაწილი დაზარალებული თემებისთვის ისაა, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულებს ყველაზე ნაკლები გავლენა აქვთ. ფილიპსის ოლქის ხორბლის ფერმერებს კოლუმბიის მდინარის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერიათ. ჰავერის მახლობლად მცხოვრებ მესაქონლეებს Hungry Horses კონტრაქტები არ დაუმტკიცებიათ.
Blackfeet-ის რეზერვაციაში მცხოვრებ ტომის წევრებს საზღვრის წყლების ხელშეკრულებაზე ხმა არ მიუციათ. ისინი იქნებიან პირველები, ვინც გადაიხდის, როცა წყალი დროულად აღარ მოვა. და მათ ყველაზე მძიმედ მოუწევთ ამის გადახდა. მესაქონლეები, როგორიცაა Joe Kippy და Terry Laney's Zinke, უკვე განიცდიან იმას, რაც ხდება, როცა ყინული ქრება. თაობების განმავლობაში თოვლის საფარი და მყინვარები ნელ-ნელა კვებავდნენ ნაკადულებს. ინარჩუნებდნენ საძოვრებს მწვანედ და ეხმარებოდნენ მესაქონლეებს აგვისტოს სასტიკ სიცხეში გადარჩენაში. Laney's Zinke-მა დაინახა, რომ მისი მიწა მტრად იქცევა თვეებით უფრო ადრე, ვიდრე ადრე ხდებოდა. თუ მთის ცივი წყალი სარწყავ არხებში აღარ მიედინება, ბალახი უბრალოდ ზრდას წვეთს. და როცა ბალახი ქრება, ყველაფერი მასთან ერთად ინგრევა. Joe Kippy უყურებდა, როგორ შრება წყალსასმელი ადგილები და ნაკადულები. თითქმის არაფრად იქცევა სწორედ მაშინ, როცა პირუტყვს ყველაზე მეტად ჭირდება ისინი. მესაქონლეებს შეუძლებელ გადაწყვეტილებამდე მიჰყავთ. ან ისინი ადრე ყიდიან პირუტყვს, ან ათასობით დოლარს ხარჯავენ წყლის მიწოდებაზე იმ მიწაზე, რომელიც ადრე უფასოდ უზრუნველყოფდა მას. ეს მხოლოდ მესაქონლეობას არ ეხება. Blackfeet-ის ერისთვის ეს ნიშნავს ცხოვრების წესის შენარჩუნებას, რომელიც აქ თაობების განმავლობაში არსებობდა. ახლა კი ისინი რეალურ დროში ერგებიან. ისინი იბრძვიან წყლის უფლებებისთვის, აღადგენენ ჭარბტენიან ტერიტორიებს, თახვის იმიტაციის კონსტრუქციებსაც აშენებენ, რათა შეანელონ ჩამონადენი და შეინახონ წყალი, სანამ ის გაქრება. რადგან Blackfeet-ის რეზერვაციაში მყინვარების დნობა და ყინულის გადნობა შორეული კლიმატური ამბავი არ არის. ეს უკვე ცვლის იმას, ვის შეუძლია დარჩეს ამ მიწაზე. პარკში დარჩენილი 26 დასახელებული მყინვარი ძალიან მნიშვნელოვანია. და დარჩებიან თუ არა ისინი იქ რამდენიმე წელიწადში, ეს სადაო საკითხია. ეს ძალიან სუბიექტური თემაა. მაგრამ რაც ნათელია არის ის, რომ მყინვარები მცირდება მაშინ, როცა ზაფხულის დნობა ზამთრის თოვლზე მეტია. მრავალი რამ ბუნებაზეა დამოკიდებული. გლობალურ დათბობაზე და სათბურის გაზების გაზრდილ გამოყოფაზე. შეიძლება ასევე მიგაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თითქოს ისინი აუზის წყლის ერთადერთი წყაროა. მაგრამ ასე არასდროს ყოფილა. მათი დნობის წყლის საერთო მოცულობა მცირეა სეზონურ თოვლის საფართან და მიწისქვეშა წყლებთან შედარებით. ისინი წყალს გამოყოფენ იმ თვეებში, როცა სხვა წყაროები წყალს არ იძლევა. ამ დროის რეგულირების ფუნქციას ვერც ერთი პროექტი ვერ ჩაანაცვლებს. ამ პრობლემას ფულით ვერ მოაგვარებ. როცა ეს დროის ბალანსი ირღვევა, ყველაფერი, რაც ზაფხულის წყლის გარშემო აშენდა, მასთან ერთად ინგრევა. მდინარეები ერთდროულად არ დაშრება. ისინი სწორედ იმ თვეებში ვეღარ უზრუნველყოფენ საკმარის წყალს, როცა ყველაზე მეტად არის მათზე დამოკიდებული. ივლისსა და აგვისტოში, წლის ყველაზე ცხელ პერიოდში, როცა მინდვრებს წყალი სჭირდებათ და ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ეს ქმნის ზეწოლას გამოსავლის მოსაძებნად. სანამ ეს ტალღა გრძელდება, ჯერ კიდევ არის სივრცე მოქმედებისთვის. დროა აღვადგინოთ წყლის შენახვის სისტემა და მოვარგოთ ჩვენი მოლოდინები. მაგრამ ეს არჩევანი ნელი და ძვირადღირებულია და ისინი მუდმივად გვერდზე იწევს უფრო გადაუდებელი სიტუაციების გამო. მუშაობის შეწყვეტილი სიფონი, დაზიანებული კაშხალი, სასამართლო დავა წყლის განაწილებაზე, კიდევ ერთი რემონტის ტური. თითოეული ცალკე წდება. არც ერთი მათგანი არ უკავშირდება იმ დიდ ცვლილებას, რაც ქვეშ მიმდინარეობს. ამიტომ სისტემა მუდამ დაკავებულია. არა იმიტომ, რომ მზადაა, არამედ იმიტომ, რომ მუდმივად არემონტებს იმას, რაც ახლახან გაფუჭდა. და ეს არის მახე. რაც უფრო დიდ ხანს მუშაობს ყველაფერი, მით უფრო ნორმალურად ჩანს. და რაც უფრო ნორმალურად ჩანს, მით უფრო რთულია ყველაფრის შეცვლის გამართლება. იმ დროისთვის, როცა ცვლილება ყოველდღიურ ცხოვრებაში აშკარა ხდება, მარტივი ვარიანტები უკვე აღარ არსებობს. ინფრასტრუქტურა ისევ იქნება. შეთანხმებები ისევ ძალაში დარჩება. მაგრამ ის პირობები, რისთვისაც ისინი აშენდა, აღარ იქნება. ეს ამბავი ყოველთვის ერთ მთავარ ფაქტზე ბრუნდება. მყინვარი გლეიშერის ეროვნულ პარკში უბრალოდ ლანდშაფტი არ არის. ის დასავლეთის წყლის სისტემის ნაწილი იყო იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც ხალხი მას საკმარისად სანდო საფუძვლად მიიჩნევდა, რომ დანარჩენი ყველაფერიც მის მიხედვით აეშენებინათ. სინამდვილეში ასე არასდროს ყოფილა. ფედერალური სააგენტოები მასზე გეგმავდნენ. ასევე იქცეოდნენ წყლის ოფისები, ხელშეკრულების მომლაპარაკებლები, სესხის გამცემი ორგანიზაციები, კომუნალური კომპანიები და ქალაქის მენეჯერები. ახლა კი ნათელი ხდება, რომ საქმე მხოლოდ ყინულის შემცირებაში არ არის. საქმე ისაა, რომ ქვედა დინებაში აშენებული თითქმის ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული. ამის აღიარების გარეშე. ეხლა სისტემა ზღვარს აღწევს და არ არსებობს სარეზერვო გეგმა იმისთვის, რაც მუდმივ რამედ მიიჩნეოდა. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მსგავსი ვიდეოების ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე Map Pack-ზე.